Ayy, look, I'm like, if you broke, just say that. Ain't no need to hate. You should know that I don't play that. Nah, we can't debate. I'm like, if you lame, just say that. Nah, I can't relate, but you should know that we don't play that. So nah, I can't debate. I'm like, if you broke, just say that. Ain't no need to hate. You should know that I don't play that. Nah, we can't debate. I'm like, if you lame, just say that. Nah, I can't relate, but you should know that we don't play that. So nah, I can't debate. მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ჩვენი მეორე პროექტის ვიდეო იქნება, მოკლე ვიდეო იქნება, ანუ დიდი განსაკუთრებული არაფერი, რადგან თავიდან ბოლომდე არ ვყავს დასრულებული. დღევანდელ დღეს რაც შეეხება მივყავს დასაბრენდად, ანუ სარეკლამოში მივდივართ, სადაც უშუალოდ სამრეკლამოდანაც შემოგთავაზებთ რამოდენიმე კადრს, თუ როგორ დაიბრენდება, სად დაიბრენდება და რომელი სარეკლამოა. რაც შეეხება ამ ჩვენ მეორე პროექტს, დიახ, ეს გარედან M3-ის ვიზუალზეა, მაგრამ ეს ავტომობილი M3 არ არის და თუ ჩვენი წინა ვიდეოები არ გინახიათ მეგობრებო, აუცილებლად გადადით, ნახეთ, არხი გამოიწერეთ და მიხვდებით როგორ მოვედით ამ ვიზუალამდე. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, კიდე აუცილებლად გავვალთ ახლა წეროვნის ბანზე, 100-200 გავტესტავთ და უშუალოდ უკვე მანქანიდან მოგიყვებით, თუ რა ჯანზია და როგორ ვაპირებთ 4 მაისს და რაც ხენი გვექნება მიახლოებით შევეცდებით მაქსიმალურად ყველაფერი დეტალურად გითხრათ. რაც შეეხება ამ მანქანის განხილვას, ესე არ განვიხილავთ, იმიტომ რომ რადგან დასრულებული არ არის, არ გვინდა რომ დაუსრულებელი პროექტის ვიდეოები გადავიღო და განვიხილოთ. გვინდა რომ მაქსიმალურად ბოლომდე რომ მორჩებით და გავაკეთებთ ყველაფერს, ერთი დიდი ვიდეო და მიუძღვნათ აი ამ ავტომობილს. ეხლა კი გადავიდეთ წეროვნის ბანზე და უშუალოდ უკვე გავტესოთ 100-200 როგორ დადის, თქვენთან ერთად გავიგებთ მეც, იმიტომ რომ მე ერთხელ გავიარე, S60 იყო დანასროიკებული და ეხლა სპირტი არ გვისხია, ბენზინი გვისხია და მაინტერესებს ბენზინზე როგორ ივლის ერთ კაცთან ერთად, აი მაგალითად ბესოსთან ერთად. წავედით. Them trenches, I've been all in my bag. You be all in my business. Know they notice me flexing. Fit in all in my fitness. I've been all in my bag. You been all in my business. You be all in your feelings. I've been all in them trenches. I've been all in my bag. You be all in my business. Know they notice me flexing. Fit in all of my fitness. My chain dance on my head big, my top heavy, I let it down. მეგობრებო, წეროვნის კლუბზე ვართ, ეხლა აპლიკაციას გავხსნი, დრაგის აპლიკაციას და გავიაროთ 100-200. ერთად ნახოთ ბენზინზე თუ რამდენში დადის. ნუ რაც შეეხება ბენზინზე 28 PSI აქვს და შესაბამისად არ მგონია რომ რამე განსაკუთრებული დრო დაწეროს, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან მაგარ დროს დაწერს. რაც შეეხება დრაგს, რაღაცა ჭირს იმის ხო მეცადე. ვერ ხედავს და იმედია დაინახავს. რაც შეეხება დრაგს და დრაგის დღეს 4 მაისს S60 ყავს დანასტროიკებული და ძრავი არის, სტოკი ჯერ არ გაგვიხსნია, კოლკა არ აგვიწყვია, კარობკაც არის სტოკი. ჩვენ სტოკი კოლოფით გავიარეთ 100-200 3 კაცით 4-0-ში. ნუ დრაგის მერე ვაპირებთ კოლოფის შეცვლასაც და დრაგის მერე ვაპირებთ ძრავის გახსნას და კოლკის აწყობას. ნუ მე ეგ ყველაფერი გაკეთდება, მე დავიწყებთ უკვე მსოფლიო რეკორდების მოხსნას. ეხლა ჩვენთვის თავარია დრაგისთვის მოვასწროთ ამ მანქანის დამთავრება, სტოკი, ძრავი და კარობკა გავწუროთ. 4-0-ში გავიარეთ, ეგ საკმარისია სრულიად, უბრალოდ 0-100 რო კარგი გქონდეს, ცოტა რაღაცები ჩასასწორებელი გვაქვს. გავაკეთებთ ყველაფერს და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ პირველ დრაგზე, პირველ ეტაპზე
რავი, საპრიზოში მაინც შევიდეთ. ნუ მომდევნო დრაგზე უკვე ვაფშე სხვა კომბინაციით ვიქნებით, ვაფშე სხვა ჯანით და ცხენით ვიქნებით და შესაბამისად ძალიან მაგარ დროებსაც დავწერთ. ეხა რაც შეეხება ამ მანქანის ცხენს, არ ვიცით რამდენ ცხენზია, იმიტომ რომ დინოზე არ ვყოლია და დინოზე არ დავაყენებთ, სანამ კოვკაძრავს არ ავაწყობთ და კაროკას ეჯს არ დავაყენებთ. ეხლა გავიდეთ, იარა და გამოვედით უკვე და ცოტა გზა გათავისუფლდება და უკვე დავაჭერთ 100-200-ს გავზომავთ. просто ძალიან მაგარი მოძრაობა მიწოდა. ესო, გზათხა. აი, აქ არის ერთი ცუდი ადგილი, რა იმ გადასახტომს გავწდები. ამერ დავაჭერ. თან ცოტა მანქანებით შეთხელდება და უკეთესია. ნახავთ ჩვენ წინა ვიდეოებს, მეგობრებო, ჩვენ გვყავს სპონსორი, ყველასთვის ცნობილი ავტოიმპორტიორი კომპანია Indigo Cars-ი. დღეს მიყვავს ჩვენი მეორე პროექტი დასაბრენდად, დაიბრენდება ექსკლუზიურად და თუ როგორი იქნება, აუცილებლად ნახავთ ამ ვიდეოს ბოლოში, რომ გამოვიყვანთ სარეკლამოდან. მე უკვე ვიცი როგორიც იქნება და რა ვიზუალიც იქნება, მაგრამ თქვენც ნახავთ ჩვენთან ერთად. ოღონდ ამ ვიდეოს ბოლოში. მისვლის კადრებსაც გადავიღებთ თუ რომელ კომპანიაში მივდივარ და რომელ სარეკლამოში და აუცილებლად გაჩვენებთ ყველაფერს მაქსიმალურად. მე უკვე დაჭერა მინდა, მაგრამ გზა არ არის ჩემოწმაო და აი მე ვფიქრობ, რომ აქ ვერ ჩავეტევით 100-200-ის გასაზომად და ეს ვაფშე აბგონ საიდან გვიკეთებს ნახე. ძმა მიცი როგორ გადმოვიდა წეღან? ბიჭო ძალიან ადრე გამოვედით, მაგრამ ხო, იმენა ერთმანეთში ზომავენ 100-200-ს. აი ეხა ეს ერთი გაივლის და მერე შედარებით უკეთესი გზაა და სავარაუდოდ უკვე დავაჭერთ. არ დაგეძრათ რა. დავიწყოთ? 60. მაგარი ეფექტი ქონდა ხო კვადრორუარი. იცი რამდენში გავიარეთ 2 კაცით ბენზინზე 27-28 PS-ია ეხა. 5-1. ხუთი ბენზინზე როგორი დროა იცი? აი სტოკი M4 კი არა და აი ჰიბრიდ ტურბოზე M4-ები და M3-ები რა. ეხლა მე ხომ მყავდა და მყავს M4-ის და M3-ის და ამ დროში ჰიბრიდ ტურბოთი მიჭირდა ხოლმე რა 100-200-ის გავლას. ეს არ არის M3, ეს ჩვეულებრივი F-სერია. მეგობრებო, გადადით ჩვენ გვერდზე, გამოიწერეთ, რადგან ძალიან ბევრი ვიდეო დევს აი ამ მანქანის, თუ როგორ მოვედით აქამდე, თუ როგორ მოვიყვანეთ ამ მაგარ M3-ის და რავი ვიზუალზე, ანუ M3-ის ვიზუალზე და ნუ სალონში ჯერ არაფერი არ გავკეთებია და ჩვენ წინა ვიდეოებში ვახსენეთ, რომ თუ რა სალონს ჩავდებთ და გეწერათ კომენტარებში, მაგრამ ჯერჯერობით ვერავინ ვერ გამოიცნო რა სალონს ჩავდებთ და რა სალონი იქნება ამ მანქანაში. გარე ვიზუალზე თითქმის დავასრულეთ, დამატებები, ტუჩი და რაღაცები და შესაძლებელი და მაგასაც აუცილებლად დავაყენებ და ყველაფერს გაჩვენებთ. სალონი არ ვიტყვი რა სალონს დებ, ეს ვიდეოც დაიდება და თუ ვინმე გამოიცნობს, რავი, დააკომენტარეთ აუცილებლად და რავი, იმის მერე ორი სალონს გააჩუქებ? ამ სალონს გავაჩუქებ. კი, მოდი ეგრე გავაკეთოთ რა. თუ გამოიცნობთ ამ მანქანას რომელი მანქანის სალონი მოერგება და რა სალონს ჩავალაგებთ, რავი, ამ ჩვეულებრივ შავი, რაღაც ჩვეულებრივი M-პაკეტია, გათბობაც აქვს, წინა უკანა, რავი, ყველაფერი აქვს რა, ანუ გაბერვა გვერდები, საირბაგები, რავი, რაც კი შეიძლება M-პაკეტს კონდეს, აბსოლუტურად ყველაფერი აქვს და გავაჩუქებთ ამას რა. სხვათა შორის ერთი პიროვნება წერს ძალიან ხშირად კომენტარებში, რომ მაჩუქეთო რა, როცა შეცვლით. ხო, მოდი ეხა პროსტატა ხო არ ავდგები და ვაჩუქებთ და მოდი ვინც გამოიცნობს, იმას ვაჩუქოთ რა.
ძალიან მაგარი ხარ რომ მიხვიდე სადმე დაშლილებში, კაკ მინიმუმ გეუნები $700 უნდა. წინა უკანასი დენიებს თავისი აბიუკებით და თავისი ბარით და რავი, ყველაფრით აბსოლუტურად გავაჩუქებთ რა. თუ გამოიცნობთ, ოღონდ ამანქანაში რა სალონი ჩაიდება. ეხლა რაც შეეხება აი ამ დროს 5-1-ში გავიარე, აგერ ბესოსთან ერთად, ბენზინზე, ანუ უყურე, ეხლა მე მინდა გაჩვენოთ, აქ მაქვს რამდენი სპირტი ასხია, მანქანაში გაჩვენებთ. და რო იცოდეთ თქვენ ზუსტად რომ რა დროში გავიარე, ანუ რა დროში რითი გავიარეთ რა. აი ესაა სპირტის მაჩვენებელი რა. ეხლა სადღაც E15-ია რა, ანუ მე წინა დღეს ვიყავი ბანზე რაღაცებს ტესტავდი. და ცოტა სპირტია დარჩენილი, მე დღეს გადავამატე 100 ლარის სუპერი და E15 ეხლა ვინც ავტომოყვარულია და ზოგადად ვანზე გამოდის და გაზაოს, მიხვდება რომ E15 ამ ჯანის მანქანისთვის ვაფშე არაფერია რა, ჩათვალე სუპერზე დადიხარ რა და E15-ით 27-28 PSI-ია. გავიარეთ კაცთან ერთად 5-1-ში. E60-ით 3 კაცთან ერთად გავიარეთ 4-0-ში. სრულიად საკმარისია ჩემი აზრით, ეხა 4 მაისის დრაგისთვის რომ რაღაც რავი, აი ტოპ 4-ში მაინც მივიდეთ რა, 4-ში მაინც მივიდეთ და თუ ვერ მივიღოთ, მაგაზეც გული არ დავწდება, იმიტომ რომ ვართ სტოკი ძრავით და სტოკი კოლოფით. ეგ 4-5 250? არა, 4-5 რას ქვია, ანუ მე იმაზე ვამბობ, რა ქვია. 404? 403. არა, ბიჭო. ანუ ეხა 100-200 ხო გავიარეთ 5-1-ში. და 402 მეტრზე სადღაც ვფიქრობთ, რომ 10-იანიდან გამოვალთ რა. ანუ ვფიქრობთ კი არა უეჭველი გამოვალთ, ანუ 9-7, 9-6 ვფიქრობ რომ ვივლით რა და ეხა 9-7-ში და 9-6-ში რომ მანქანა 412-ს დადის, უკვე მაგარი შედეგია რა და ну მე უკვე კოკას რო ავაწყობ და კოლოფს რო დავაყენებთ, მე იასნია უკვე 1400-1500 ცხენი გვექნება და 100-200 გვინდა რომ 2.5-ში და 2.5-2.6-ში გავიაროთ და 200-250 კიდე უფრო დაბალი და 0-ას რაც შეეხება 1.6, 1.7, 1.5 ამას ვფიქრობთ რომ ამ დროში ვიაროთ. ამანქანით მსოფლიო რეკორდები უნდა მოხსნათ. მსოფლიო რეკორდები უნდა მოხსნათ და აუცილებლად მოხსნით როგორც ჩვენი პირველი პროექტით. მგონი დროა წავიდეთ ქალაქში, იმიტომ რომ ჩავაცხადეთ ბენზინი ხო და უშუალოდ უკვე მივიდეთ სარეკლამოში, სარეკლამოდან გადავიღოთ თუ ვისთან მივალთ, როგორ მივალთ, ძალიან მაგარ ბიჭებთან მივდივართ, ძალიან მაგარ სარეკლამოში მივდივართ და ძალიან ბევრ სიახლეს დავდებთ ჩვენი YouTube არხზე, მეგობრებო, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, დაალაიქეთ, გადააზიარეთ, რადგან ძალიან ბევრი საინტერესო და მაგარი ვიდეოები გელოდებათ წინ. ეხლა კი წავედით ქალაქში, თბილისში ჩავიდეთ და მივიდეთ ბიჭებთან, უშუალოდ დაუტოვოთ მანქანა და როგორც მითხრეს, დღეს რო დაუტოვებ, ხვალ გამოგვატანებენ, ანუ ხვალ საღამოს უკვე ამ დროზე წამოვიყვანთ და წამოყვანის ვიდეოს და როგორი იქნება, ყველაფერს აუცილებლად გადავიღებთ და ამ ვიდეოში ჩავსვათ. Trying to make y'all comfortable. For the record, you ain't trying to grow, then it's done for you. For the record, lab on me going all the way. For the record, ain't trying to link, no time to waste. Been a little too nice to y'all. Now I gotta up price for y'all. Snake eyes on dice for y'all. Shoulders on ice for y'all. Frozen. 8-6 all the hate. I won't get involved today. Got lost in the ballin' age. I'm flipping the bars, I'm flipping the. On record, off record, I still count wins when they doubt it. On record, off record, I let them take advantage. I was wildin'. On record, off record deals. Tell them talk to Colin for the quote. On record, off record, I still want the act, not the ghost. ჩამოვედით თბილისში, ეხლა ვიმყოფებით დიდ დიღომში, Rapstar-ში, სადაც უშუალოდ ჩვენი ავტომობილი დაიბრენდება, როგორც გითხარით ჩვენ ვიდეოში. დღეს, ну ამ დღემდე სანამ მოვიდოდი, ძალიან ბევრ კომპანიასთან მქონდა მოლაპარაკება, ძალიან ბევრ კომპანიას შევეხმიანეთ. ანუ ჩვენთვის თავარი იყო, რომ ჩვენ მეორე პროექტს, მსოფლიო დონის მეორე პროექტს ვაწყობთ. შესაბამისად, როგორც პირველი პროექტი ავაწყეთ, ძალიან მაგრად და ვიზუალური მხარე არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. გვინდოდა რომ მაქსიმალურად ისე დაგვებრენდა და ისე გაგვეკეთებინა ყველაფერი, რომ მანქანა არ დაზიანებულიყო. ამისთვის ძალიან ბევრ კომპანიასთან მქონდა
მოლაპარაკება და ერთ-ერთი კომპანია შევარჩიეთ, რომელიც ჩვენ მოთხოვნებს აკვაყოფილებდა, ეს არის Wrapstar-ი. ეხლა გავესაუბროთ უშუალოდ Wrapstar-ის მეპატრონეს, თუ რას გავაკეთებთ და როგორ გავაკეთებთ. მოკლედ, პირველ რიგში ძალიან მიხარია, რომ ერთ-ერთი რა, ყველაზე სწრაფი საქართველოში და არა მარტო საქართველოში, მსოფლიოში. ყველაზე სწრაფი 340 ჩვენთან არის, Wrapstar-ში არის და Wrapstar-ში კეთდება. ჩვენთვის რაც მთავარია, ყველაზე მნიშვნელოვანი, ავტომობილზე ეკვრება Avery Denisonis საბეჭდი ფირი, რომელსაც 8 წლიანი გარანტია აქვს და, ამ მანქანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ არის, იმიტომ რომ ახალი შეღებილია. დრაგის სერიებში მივიღებთ მონაწილეობას, არა მარტო დრაგის სერიებში, ბანზე 200-300 უნდა ვტესტო, მსოფლიო რეკორდები უნდა მოხსნან და შესაბამისად მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის მაქსიმალურად ხარისხიანი ფირი, მაქსიმალურად საავტომობილო ფირი უნდა ყოფილიყო, რომ აი ამ სტრესს და დატვირთვას გაუძლოს და 2 და 3 წლის განმავლობაში თავიდან დასაკრავი და თავიდან გასაკეთებელი რო არ გაგვიხდეს. შესაბამისად მაინტერესებს და მაყურებელსაც დაინტერესებს, რომელ ფირს ვაკრავთ, როგორ დამცავს დავაკრავთ ზემოდან, რომ აი ამ ყველაფერს ზაფხული იქნება, ზამთარი იქნება გაუძლოს. კი ბატონო. პირველ რიგში წეგანაც თქვი Avery Denisonis ამერიკული ბრენდის ფირია, 8-დან 10 წლამდე გარანტია აქვს ამ ფირს, საბეჭდი ფირია სპეციალურად ამ რაღაცეებისთვის დამზადებული და ზემოდან უნდა გადავაკრავთ სტეკის დამცავი ფირი F-Clear-ი, რომელსაც 5 წლიანი გარანტია აქვს. ანუ ის ფირი ხო ძალიან მაგარია და ზემოდან კიდე დამცავი გადაეკრება, რომელიც მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო ფირია. და ეგეც ჩვენ გვაქვს და მაგასაც ჩვენ გავაკეთებთ. ამიტომაც გადავწყვიტეთ ჩვენ ეს კომპანია და ამიტომაც გადავწყვიტეთ ის, რომ ძალიან მოკლე ვადაში აკეთებენ ბიჭები ამ ყველაფერს, ღამეს გაათენებენ თუ დღეს გაათენებენ თუ რავი, არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენთვის თავარი იყო, ანუ მაქსიმალურად დროში ვართ შეზღუდული, მოგეხსენებათ 4 მაისს არის დრაგი და ჩვენც ამანქანის კეთებაში ძალიან ბევრი ღამე გავათენეთ და მაქსიმალურად გვინდა რომ ეს ყველაფერი მოხდეს მოკლე ვადაში. შესაბამისად, რავი, დროზე აგერ თვითონ დროის ამბავზე, რავი, შორს არ წახვიდე, 1-3 საათში შეგაწუხებულ ვარ, მოდი აქვე უნდა ვიტრიალო სადმე დიღომში და მალევე მოვბრუნდები. როგორც კი მოვჩებით, ეგრევე დაგირეკავ. რავი, თუ გინდა ვაფშე არ წახვიდე, 15 წუთში მოვჩებით, არა, გავალყავას დავლებ და ისევ დავბრუნდები უკან. რაც შეიძლება თან სწრაფად გავაკეთებთ ამ მანქანას, არანაირი პრობლემა არ აქვს. ეჭვით არ მეპარება. ძალიან დიდი მადლობა თქვენ გუნდის წევრებს. და რაც შეეხება ამ მანქანას, უკვე ამ ვიდეოში ნახავთ დაბრენდილს, დასრულებულს და როგორი ხარისხით იქნება ყველაფერი გაკეთებული, აუცილებლად იხილავთ. კარგად იყავით, მე კიდე ამ ნოტათი გემშვიდობებით, მშვიდობიან საღამოს გისურვებთ. თუ დღე უყურებთ, მშვიდობიან დღეს გისურვებთ. For the record, I'm done trying to make y'all comfortable. For the record, you ain't trying to grow, then it's done for you. For the record, lab on me going all the way. For the record, ain't trying to link, no time to waste. For the record, for the record, yeah. For the record.